წინა ეპიზოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლენინგორში არსებულ ეკოსოფელს ვესტუმრეთ. ეკოსოფელი ბუნების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. მათი მიზანი გარემოსთან ჰარმონიაში ყოფნა და ისეთი ცხოვრება ბუნებას ნაკლები ზიანი რომ მიაყენო. ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიომეურნეობა, სადაც არ იყენებენ პესტიციდებს, ჰერბიციდებს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს ჭარბი მოსავლის მისაღებად. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ბიომეურნეობა სოფელ ფონოში ეკოსოფლიდან ზუსტად 20 წუთის სავალზე მდებარეობს და 100 ჰექტარზეა გადაშლილი. აქ თითქმის ყველა კულტურას ნახავთ, რაც შეიძლება საქართველოში მოვიდეს. მარცვლეულს, ბოსტნეულს, ბაღჩეულს, ხეხილს. ნაწარმიც საკმაოდ მრავალფეროვანია. პური, ჩირი, ველური ჩაიც კი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ორგანული და ნატურალური. რამდენიმე საათიანი ექსკურსია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უამრავი ახალი რაღაც გამეგო და კაცობრიობის გადარჩენის იმედი კიდევ უფრო გაღვივებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია აი როგორი მომენტი, მაგალითად არის ალელოპათია ესეთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს მცენარეების თანაცხოვრებას რა და ზოგი მცენარე არის ძიძა, ზოგი არის რომ ერთმანეთს ვერ იტანს, ზოგი ხელს უწყობს, ამვითარებს და ასე შემდეგ რა და ზოგი სასარგებლო მწერებს იზიდავს მაგალითად. და მაგის მიხედვით, ანუ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რა, მარტო ის რომ ბიო პრეპარატებზე იყო დამოკიდებული, ეგრე არ არის. ანუ იდეა საერთოდ რა ბიო მეურნეობის არის ის, რომ შენ თუ უნდა აწარმოო, არ უნდა შემოიტანო გარედან რაღაც სხვა ისინი რა, მათ შორის პრეპარატებიც კი. ხო და მაქამდე რომ მიხვიდე, საკმაოდ დიდი რგოლი, ჯაჭვები უნდა შექმნა, რომ რაღაც სხვა რგოლი გადააბარა. სხვადასხვანაირი ის გვაქვს რა, მიდგომები გვაქვს. მაგალითად ეხლა აქ არის ეს raised bed, რასაც ქვია, ამაღლებული კულები გვაქვს, იმაშიც საჩითილეშიც ხო ქონდა ეგენი. კიდე გვაქვს პირდაპირ ღია გრუნტზე გაგვაქვს რაღაცები, აი იქ მაგალითად. ამის იქით არის ერთი ბოსტანი კიდე 1 ჰექტარია ის, სადაც სპეციალური აგრეგატი გვაქვს, რომელიც სხვათა შორის ფაუმ გვათხოვა. ესე დახმარების ხელი გამოგვიწოდა, იმიტომ რომ ეგ აგრეგატი საკმაოდ ისეთია, არ იშოვება რა. რთულად შეხვდები, რომელიც ამზადებს ბაზოს. ანუ შემაღლებულ ბაზოკვალს აკეთებს პირდაპირ და ანუ ერთ-ერთი სახე ეგ გვაქვს რა, ანუ ნიადაგის დამუშავების რომ შემაღლებულ კვალზე ვთესავთ რაღაცებს. ჩემს გარდა არის 5 ადამიანი კიდე რა. 2 ცოლ-ქმარია, 2 ოჯახია რა. 4 არიან ისინი. და ისინი გასაკეთებენ. ისინი აკეთებენ ყველაფერს. ფაქტიურად, იმიტომ რომ ძირითად საქმეებს ახლა ისინი აკეთებენ რა. მარტო აი თუ რაღაცა ისეთ სამუშაოა, რომ ვერ ვასწრებთ ან ბევრი ხელი ჭირდება, მაშინ ქირავთ რაღაც ჯგუფი მოყავს რა. ფიზიკურ შრომაზე ელაპარაკი. მაგრამ ძირითადად ისინი აკეთებენ ყველაფერს რა. ან მიწაზე სამუშაო იქნება დათესვა, ჩითილება, ჩაის ვაწარმოებთ კიდე, მცენარეულ ჩაის, მოგროვება, გაშრობა, დაფასოვება, ან სრული ციკლი რა, იმაში არის ჩართული. და შენი არის მენეჯმენტი რომ დაგეგმო რაღაცები, როდის რას აკეთებ? ჩემი არის მენეჯმენტი რომ დავგეგმო, როდის რას ვაკეთებ, მაგას ვაწვდი მე კავკასს ერთს, იმან უნდა მიიღოს ეს გეგმა. რის საფუძველზეც მე გვაძლევს სერტიფიკატს, პლუს გვაკონტროლებს, პლუს პრეპარატებზე გვაკონტროლებს
და კიდე სხვა ტექნიკური ამბავი თუ რამე გაფუჭდა ჩემი მოსაგვარებელია. კომერციულად რამდენად არის მომგებიანი ესეთი? კომერციულად მომგებიანი, აი როგორ რაღაცა იცი რომ იმდენ რამეზია აბმული ზოგადად რა სოფლის მეურნეობა, არ მარტო ბიომეურნეობა, ზოგადად სოფლის მეურნეობა რომ ძალიან რთულია რომ გახვიდე მოგებაზე რა, ამით უმეტეს ჩვენ აი ქვეყანაში სადაც არასტაბილური გარემოა შიგნითაც და გარედანაც იზოლაციაში ხარ მოქცეული უკვე ფაქტიურად რა. და თან პლუს ახლა წარმოიდგინე რომ ეს რამხელა რესურსია აქ, რამხელა ფულია ჩადებული, აქ არის ძირითადად სულ საგრანტო პროგრამებით განხორციელებული და ყველაფერი დაგვიკეტეს ახლა რა. ქვეყანა რომელიც ითვლება ხორბლის სამშობლო. ენდემური სახეობები გვაქვს 5 ჩვენი აქ დაბადებული და აქედან ესეც სიმდიდრე სხვა ქვეყნებს არ აქვს ხორბლის წარმოებლებს რა. ანუ 2-3 რო ითესებოდეს ისიც. იქ დაბადებული კი არა, რო ითესებოდეს და მოყავდეთ და ჩვენ 5 მარტო აქ დაბადებული გვაქვს და 15 სახეობაა დაფიქსირებული. აღარ ითესება ეს ხორბლები რატო? რომ ძირითადად ენდემურ სახეობებს ჭირდება კილგამცლელი. ანუ ჩვეულებრივი კომბაინი და სარჩევი ვერას უფთავებს რა. ისევე როგორც აი მაგალითად ციციბურასაც ცალკე სხვა დამუშავების ამბავი აქვს რა და რა ვიცი, აი მარტო ელკანას აქვს, ჩვენ გვაქვს და ლაგაზი ბეიქერს აქვს იმაში ახმეტაში, ალვანში. და წარმოიდგინე ესენი სამივე არის იმ ორგანიზაციებით ნაყიდი. კომბაინი თუ არა გაქვს, ძალიან რთულია რომ ზოგადად მარცვლეული აწარმოო. კომბაინი გვაქვს ჩვენი ეგეც საგრანტო პროგრამით არის განხორციელებული. ძირითადად FAO-ს პროექტებით არის. სარჩევი, წისქვილი, ელევატორი, შემნახველი, ყველაფერი იმათი დახმარებით არის ნაყიდი. ნოემბერში მივიღეთ ისინი, უბრალოდ დავასრულეთ რა პროექტში მონაწილეობა და დაგვიმტკიცეს და ყველაფერი ასე ვთქვათ, გავიდა ბოლომდე, ნოემბრის ბოლომდე მოვასწარით და ვიყიდეთ ეგ შემნახველი, სარჩევი, კილგამცლელი, ელევატორი, ანუ თითქმის აი ნახევარი ჯაჭვი ვიყიდეთ ამ სრული სისტემის რა, ანუ წისქვილი გქონდა ოღონდ ეგეც პროექტით ნაყიდი. საცხობი გქონდა ეგეც პროექტით ნაყიდი, კომბაინი გქონდა, ტრაქტორი, რაღაც სათესი და ნუ ანუ აი რასაც ქვია რა, კიდან ფერმიდან სუფრამდე აი რო გადააბა ერთიანობაში, მაგას რაც ეკლდა ეგ შევივსეთ რა. აი ეს არის თამბაქოს ყვავილი. აი ნახე როგორი ყვავილი აქვს. აი. აი, ერთი ეს არის საღი დარჩენილი. ამას ვეწევით ხოლმე ესე იგი, ხო ადამიანს. ეხლა ნახე როგორ წებოვანია. ხო, მართლა როგორ წებოვანია. ხო და ამას იკრავს მერე წერებს ზედ, აი დააკვირდი ეხლა პატარ-პატარა ისინიც არის. ეს ერთგვარი იმ ფუნქციას ასრულებს, ხო? წებოვანი ლენტები რო ხოლმე ბუზები რო ეკრობიან. კი, დაახლოებით აი გაი. აი ეს არის თამბაქო და რომელიც აქვს ძალიან წებოვანი ღერო. და ეხმარება აქაურობას იმ გაგებით რომ რაღაცა მწერები ნახე როგორ ეკრობიან. შესაბამისად დანარჩენ მცენარეებს აღარ აწუხებენ. ეს ფოთლები შრება და მერე იყენებენ მოსაწევად და ნახე ყვავილი. აუ ალამაზია. აი ხათუნ არის აჭარელი. ძალიან სასიამოვნო. ჩვენ აჭარის ტელევიზია ვართ. ძალიან სასიამოვნო. მიხარეთ ჩემი ზებნიკები. აჭარა საიდან? ხულო. აქ რამდენი ხანია რაც ჩამოходით? 15 წელიწადი აქვს ხულო, 4 წელიწადია მივმუშაობ. და ჩემი მეტი სტაჟი აქვს იმათ. აუწყეთ ერთი სიტყვით ფეხი აქაურ რითმს. მაგრამ ჩვენ აჭარობას მაინც არ ვივიწყებთ. აკეთებთ ხოლმე აჭარულ საჭმელებს? რა თქმა უნდა, აი დაწყებული დაწარმი, ოღონ ძისნაწარმიდან დამთავრებული ჩვენ კერძებს. ყველაფერი გვახსოვს და არ ვივიწყებთ რომ ჩვენ თაობას, ახალ თაობას ვასწავლოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კუთხის კერძებით და ის ბებიებობოდან შემორჩენილი რაც გვასწავლეს ტრადიციები. რას ეთყოდით ახლა აჭარლები გვიყურებენ და ამას ხოლმე მოვიკითხავდი ყველა კუთხე კუნჯურ ჩემ ღელე ღურდანს აჭარულად მივესალმები გვენატრება გვეამაყება რომ ვართ აჭარლები და ვართ იმ კუთხეშვილები რომელიც რომ დასაფასებელია და საოცარ და სამოთხი ქვეყანა გვაქვს. მადლობა ძალიან დიდი ვეთანხმები. 100%-ია საოცარი ქვეყანა გვაქვს. ეხლა მოკლედ აქ გვაქვს ეგეთი რაღაცები უკვე ცოტა შედარებით ისე გამოიყურება რა ეს
წამოსულია რაღაცები. ეს ბადრიჯანიც აი ზაფხული გამოვლილია, ამანაც გაამართლა, მოკლედ გიორგი. მოურავ ხელა ბადრიჯანი კიდია. მაისის შემდეგ წას ესწრება. აი ხა ესენი რო წამოვა ფაქტიურად აი მე გვიან გაზაფხულამდე სულ გვაქვს რა ის სალათები ძირითადად. აქ ისინია რადგან არ ვათბობთ ამ სათბურებს, ცოტა ისეთია, რომელიც უძლებს სიცივეს, მაგრამ არა თვად ისეთი რო ხა რაღაც გარეთ თოვში და ყინვაში იყოს რა. ზოგი არის რომ იქაც უძლებს, მაგრამ ამათი სეზონი ანუ ეხლა იწყება? კი, სალათების სეზონი ეხლა იწყება ფაქტიურად. დანარჩენი ძირითადად სიცხეში ყვავილდება რა მალევე. ანუ ფოთოლს არც იკეთებს, ისევე ყვავილში მიდის, როცა სიცხეა. აქ არის ჩვენი ძირითადი აგრეგატები რა. ეს არის ჩვენი კომბაინი. ამით ვიღებთ მარცვლეულს. ის სათესია იქით. ამ კომბაინის იქიდან დევს გუთანი, იმით ხნავთ ხოლმე. აი ეს არის მულჩერი, რომელიც აქ უცმაცებს ყველაფერს, რაც ხის არის და რაც შეედევა. ძალიან მაგარი რამეა. დაახლოებით აი ამ 40 სანტიმეტრის, აი ამ სიმაღლე, აი ესეთი პირამიდული ბაზოს აკეთებს რა. ოდიში ბაზო რა არის? შემაღლებული ბაზო ყვალი ქვია, ანუ მიწას. აი ეს აგრეგატია, მოდი მაშინ ამასაც განახეთ. ეხა ეს ცოტა ბალახშია და არა ჩანს კარგად. მაგრამ აი ნახე ეხა ეს აგრეგატია, აი წეღან რაზეც ვამბობდი. პირველი წინ არის ჩიზელი. აი ეს თათებია, რომელიც ეხა მოხსნილი გვაქვს რა. ესენი დგას წინ, აი აქ. ამაზე არის ჩაბმული, აი ამ კორპუსზე, აი წარმოიდგინე ესეთი 4 ცალია. ანუ ჩიზელი აკეთებს რას? ანუ ჩადის მიწაში და გუთანივით კი არ ატრიალებს, პირდაპირ ანუ მჭრის და ისე აფხვიებს. მე არის ფრეზი უკვე, აი ესეთი, რომელიც ამ იმას ჩიზელში გავლილი ასეთი დანები აქ აი როგორც ესეც ფრეზია. ოღონდ ეს ერთი აგრეგატია. აქ არის 4 აგრეგატი ერთად რა. ანუ მე ფრეზი ამუშავებს. მე არის აი ეს ბაზოს ფორმა, რომელიც არის სარეგულირო. აი ნახე. აი ეს. ამაზე შეგიძლია დაარეგულიროს სიგანეც, სიმაღლეც. და ამის მიხედვით როგორი ბაზო გინდა რომ გამოგივიდეს რა. და ეს არის ატკეპნი უკან. რომ თავი ზედაპირი სწორი კონდეს რა იმ ბაზოს და აი როგორც დაუთოვებული რაღაცა მიწის რაღაც ეს შემაღლებული ეგეთი გამოდის 4 ერთი მასია რა და გამზადებული ჩითილების გადმოსატანა კი ანუ მარტო ჩითი აი პირდაპირ დათესვა გინდა თუ რა პირდაპირ შეგიძლია ესეც ფაუმ გვათხოვა ასე ვთქვათ ესე მათი აგრეგატია რა და ეს რა არის რაღაც საინტერესო ცდებს უბრალოდ ეს არის კინზია იმას გავდեմ. Story management-ის როლი რა არის? ბიომეურნეობაში. პრინციპები არის ყველაზე მთავარი ბიომეურნეობაში ზოგადად რა. ანუ ეგ პრინციპები თუ არ გესმის და თუ ვერ ხვდები რას ნიშნავს ბიომეურნეობა, ვერაფერს ვერ გააკეთებ საერთოდ. ეს პრინციპები შენი პრინციპებიც უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა. დასწავლელი პრინციპი თუ ესე იგივე არ გესმის. ყველაზე მარტივი და ჩემს ყველაზე საყვარელი პრინციპი არის სამართლიანი განაწილების პრინციპი. აი წარმოიდგინე როგორი მნიშვნელოვანი რამეა რა. ანუ ის გასაგებია დანარჩენი რომ უნდა ეკოლოგია და ჯანმრთელობა და უნდა გაუფრთხილდე გარემოს და იზრუნო ჯანმრთელი პროდუქცია მოიყვან და შე. აი სამართლიანი განაწილების პრინციპი ნიშნავს რას იცი რომ აი წარმოიდგინე რომ ეს პრინციპები ახლა ახალი მოგონილი კი არ არის ან ეს რომ შემოვიდა მოდაში რო ახლა რო პერმაკულტურა და მოლისონები და რაღაცები ეგენი თანამედროვე გადააზრებული რაღაცებია თორე ჩვენ ქვეყანას გვია ანუ გეორგი ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა რა აქ რაღაცა არ მოუგონია დღეს წარმოიდგინე ძველი მესხური სიმღერა არის ყანაში სამღერი როდესაც მარცვალს რო თესავდნენ ეს ვინც თესავდა თან ხელით თესავდა მიდიოდა და მღეროდა და ამბობს რომ ტექსტი ესეთია რომ ეს ერთიო თაგვებსო ერთი ჩიტებსო ერთი უფალსო ერთი მეო აი არის სამართლიანი განაწილების პრინციპი აი ანუ სამყაროში ყველანი ვართ თანასწორები მზე ყველას თანაბრად გვანათებს და ყველას გვაქვს ჩვენი როლი და ეგ თუ არ გესმის და შენ გინდა რომ დღეს მოიყვანო
100 ტონა რაღაცა 1 ჰექტარზე, იმიტომ რომ ფულს იშოვი არა არ არსებობს ეგეთი რამე რა სადღაცა ის წაგართმევს იმიტომ რომ კანონზომიერება სამყაროში არის ძალიან მკაცრი ანუ ვერ გადაუხევ ამას აქ თუ ამოიღებ ბევრს იქ მოგიწევს რომ ბევრი ჩადო ხო და ეგ თუ არ გესმის აქ ვერ გააკეთებ ვერაფერს რა ეს ციტაკაა ხო ჩვეულებრივ კი ფერადი ციტაკებია მაგრამ ეხა უკვე ერთმანეთი დამტვერეს აქ შეჯვარდნენ? ხო, გადაინტვერნენ და ცოტა ფერები აერიათ. ჟამანკარი აერიათ ცოტა. აი თქვენ მაიმუნებო თქვენ. რა საყვარელი ტიპი. ხო, აი ესეთი ის არის, რა ქვია. ეს რამე ტრადიციული საფქვავია თუ? ეს არის ავსტრიული საფქვავი ქვის წისქვილია. ორი მატორი აქვს რა, ანუ ერთი ამ იმას ატრიალებს ქვებს აქედან ანუ აი ეს შიგნით ორი ქვა არის და მეორე არის რომელიც ატრიალებს საცერებს რა აქედან იყრება ზემოდან ამით არეგულირებ იმას სიჩქარეს რამდენად სწრაფად ჩამოაგდოს მარცვალი მე ჩადის ამ ქვებში ის ქვავს და გადმოდის აქეთ უკვე საცერში რა სადაც და ეს გამოდის აქედან ცეხვილი აი ნახე როგორ არის აი აქ გამოდის პირველი ხარისხი აქ გამოდის მეორე ხარისხი ანუ რუხი იქით გამოდის ცეხვილი და დაბლა ჩამოდის უკვე კატო და აქეთ უკვე აქ გადმოდის უკვე ეს ნარჩენი რაც აღარ გამოიყენება საკვებად ისეთი მასა რა ეს რა საყვარელი ხო ამაში ვქავთ ხო აქ იფქვება ჩვენი მარცვლეული რა ესე იგი სიმინდი მოყავს აჯამეთის თეთრი ქართული ჯიშია მოყავს ჭვავი, მოყავს წითელი დოლი, რომელიც არის ქართული ადგილობრივი ჯიში. კიდე მოყავს ენდემური სახეობა არის ეს უკვე ჩელტაზანდური, მახა. ესენი წელს დავიწყეთ ამის მოყვანა, აქამდე გამრავლების პროცესი იყო. და კიდე ნუ ეხა აქ არ ვქავთ, ეხა შვია და ქერიც მოყავს, მაგრამ მაგას ვიყენებთ უკვე საკვებაზაში, ცხოველის საკვებაზაში. და ის ჭვავი და ხორბალი აქ იფქვება მოგით რა. ჩამოდის ეს სამი ფრაქცია პლუს კატო. მე აქ ხდება ამისი დაფასოვება. ან ესე ნებად ყიდით. ქვილს ყიდით, მე ჩაულებრივად, ხო? აქ არის კატო მაგალითად. ან ესე თითო კილომეტრშია დაფასოვებული, ან ტომრებით, ვისაც უნდა ტომრით რო იყიდოს. დანარჩენი მე უკვე გადადის იქით საცხობში. აუ ეს მომეწონა რა. ამაც სულიერი არსება. ხო, ცოტა ისეთია რა, საექსპონატო. ხო. ეხლა უკვე რა ხდება? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაფქვის პროცესში, როგორი ბრუნი აქვს ქვას. იმიტომ რომ ნუ ადრე ხა ძირთად წყალზე იყო და ნელი ბრუნი ქონდა იმას შედარებით, ეხა ვერ მოიყვან იმ ხელა ნიაღვარს, რომ რაღაცა სასწაული ბრუნი ქონდეს ძალიან სწრაფი. ეხლა დენზე რო შემოვიდა ეს ისინი უკვე სამფაზიანი მატორები აქვს და სწრაფად რო დაფქვას, მაგიტო ვიღაცები ცოტა ისიც ამუშავებენ, რომ სწრაფად ბევრი ჩამოვქვას. მაგრამ სინამდვილეში არის რა, ანუ თავისი წესი აქვს და კანონი აქვს ყველაფერს, რომ რამდენი ბრუნი უნდა ქონდეს, როგორ უნდა გაცხელდეს. ანუ როცა იფქვება, ხო, იქ ხო ეს ქვები ხო ხურდება და თუ მაგალითად არის თუ სწორად მახსოვს 53 გრადუსია, რასაც არ უნდა აღემატებოდეს ფქვილის ტემპერატურა, როცა ჩამოდის. იმიტომ რომ ის ნივთიერებები რაც კანშია, ხო, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ეთერზეთები იქნება თუ ის სურნელი რაც გააჩნია სიტყვაზე, ან კვებით ღირებულება რასაც აქვს მაღალი, რაც სასარგებლოა, არის კანში ძირითადად. დაფქვის პროცესში თუ ეს ტემპერატურა ძალიან მაღალია, მაშინ ეს ყველაფერი იწვება და გემოც შესაბამისი აქვს დაბალი ხარისხის და ღირებულებაც. ხო, ამიტომ არის ცოდნა რა, ძალიან მნიშვნელოვანი მით უმეტეს ესეთ დარგში რა, სოფლის მეურნეობა, რასაც ქვია რა. რომ პატარა დეტალმაც კი შეიძლება მთელი ციკლი სხვა დონეზე გადაიყვანოს რა. მე ცალკე ამბავია უკვე ცხობის პროცესი რა. ანუ აქედან ახლა აქვე გაქვს საცხობი. გვერდზე გვაქვს ხო ის გადადის ის ფქვილი უკვე საცხობში. აი ესეთი ის არის ჩვენი საცხობი ოთახი. აი ეს ცონის მოსაზრება. ხო, ეს არის ცონსაზელი. ანუ ის ფქვილი რო შემოდის, მე უკვე აქ
ხდება მომზადება, მე ამაში იყრება ფქვილი, ემატება წყალი, საფუარი, მარილი. მზადდება, ამას დაბლა აქვს ესეთი ასაფუებელი სექცია, აი ამაში შედის, რომ აფუდეს თავისი ტემპერატურული რეჟიმი, ყველაფერი დაცული აქვს ამას, არის კომპიუტერულია ფაქტიურად, ყველაფერს თვითონ აკეთებს და აქვს ესეთი სამი გაყოფილება, სადაც უკვე პური ცხება, დაახლოებით 15 პური ცხება თითოში. და ამასაც ყიდით მე ჩვეულებრივად. ხო, ამ პურს უკვე მე ვაწვდით. პური რამდენი ხანი შეიძლება რომ შეინახოს ეს პური? პური რამდენი ხანი შეიძლება შეინახო. ნახე როგორი რაღაცა იცი რომ ზოგადად ეხლა რაც იყიდება პური უწერე რომ 2 დღე აქვს შენახვის ვადა და მე ფუჭდება, მაგრამ ისე ბუნებრივად ყველაფერი არსებობს ისე ბუნებაში. ხო და აი დააკვირდე ხო სიტყვა სარეველა ნიშნავს იმას რაც უნდა შეერიოს. და სარეველა არის ერთ-ერთი მახობელი რომელიც ერევა ყანას და თვითონ მცენარე არის ანუ რასაც გაძლევს და მარცვალია დაახლოებით როგორც ხორბლის მარცვალის გავს ცოტა განსხვავებული ანუ ამას აქვს ისეთი თვისება რომ პურს აძლევს ფერს, გემოს, სურნელს და ინახავს დიდხანს. ანუ ბუნებრივი კონსერვატია ფაქტიურად რა რაც ანუ ბუნებაში თავისით მოდის. უბრალოდ არის ტოქსიკური და ცოდნა უნდა რა 1-2%-ზე მეტი არ უნდა იყოს ფქვილში და მე უკვე ტოქსიკურია. აი ხორბალს რომ აიღებ ესევე დაფქვა არ შეიძლება. გარდა იმისა რომ გარჩევა უნდა იმას თავის პერიოდი აქვს რომ უნდა რაღაცა დაისვენოს ასე ვთქვათ. ფქვილსაც რომ დაფქვა ესევე არ შეიძლება იქიდან გამოცხობა. პურსაც რომ გამოაცხობ ეგრევე დაჭრა და ჭამა არ შეიძლება. ანუ თავისი წესი და ციკლი აქვს ყველაფერს რა მაგრამ აი ეს რომ დაიცვა მაშინ იქ კიდე მიბმული ხარ იმაზე რომ აი წინა დღისით უკვე შეკვეთა გაქვს მეორე დღეს უნდა გააგზავნო და რაღაცა მოკლედ ცოტა რთული ამბავია რა მაგრამ თანამედროვე სამყარო არის ცოტა სხვა ტემპზე რა ძალიან სწრაფ ტემპზეა ყველაფერი გადასული მათ შორის კვებაც და რაღაცა დროზე მოპოვება საკვების და ასე შემდეგ სინამდვილეში ჯანს საკვებს თავისი დრო აქვს რა ესე ვერ დააჩქარებ რომ ეხავე მინდა და გამოცხეს ან თავის წესი აქვს. უსაყვარლესი ადამიანი არის მარინე მოსულიშვილი, მკვლევარი არის ილიას უნივერსიტეტში ასწავლის ეს ქალი გენეტიკას სწავლობს. რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ იაპონელებთან ერთად. იაპონური ჯგუფი იკვლევდა გენეტიკას, უნდათ ახალი ხორბლის ჯიშის გამოყვანა და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ არსებობს ერთი გენომი, რომელმაც წარმოშვა რბილი ხორბალი. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ პური წარმოშვა ამ ანუ იმ გენის გარეშე არის მაგარი ხორბალი, ანუ ველური ხორბალი. და ეს აღმოჩნეს ხვამლის ტერიტორიაზე. დაახლოებით 8000 წლის წინანდელია და ეგ ნიშნავს იმას, რომ ანუ არსად დარჩენილ სხვაგან ეს გენომი არ არის აღმოჩენილი. ანუ დღევანდელობაში არ ვიძახი, ანუ ნამარხებში არ არის აღმოჩენილი ესეთი ძველი იმ ქვეყნებში, სადაც ხორბალი იწარმოება, არსად არ არის, არის მარტო ხვამლის ტერიტორიაზე ნაპოვნი. და რას აკეთებს ეს გენომი? ანუ ეგ არის გენი, რომელმაც წარმოშვა რბილი ხორბალი. ანუ აი წარმოიდგინე, აი მარტივად ვაგიხსნა, არის ველური ხორბალი, მე ხდება ამის გაკულტურება და არის მაგარი ხორბალი. მაგარი ხორბლები არის დურუმი, რასაც ქვია, მაგალითად სამაკარონე ხორბლები, მაგალითად თავთუხები, შავფხა მაგალითად, ეგ არის მაგარი ხორბალი. აქედან პურს კი გამოაცხობ, მაგრამ არ არის ისე. საპურე ხორბალი არ არის. საპურე ხორბალი არის რბილი ხორბლები, მაგალითად წითელი დორი. და ამ მუტაცია მოხდა რა, ანუ ეს ხდება რაღაცა მილიონ წელში, ან რაღაცა რადიაციის, ან რაღაცის გამოისობით გენი ესე ადვილად არ იცვლება. და მოხდა რაღაცა, რამაც გამოიწვია გენის ცვლილება და გაჩნდა მესამე გენომი. მანამდე იყო 2 გენომი. და ეს ხდება პირველად რაც ჩვენ ვიცით ხვამლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხო, ანუ რაც ნაპოვნია ნამარხებში, ანუ ერთადერთი იქ არის აღმოჩენილი მარტო. ეს იმაზე მეტყველებს რომ პირველად რბილი ხორბალი იქ გაჩნდა და პირველად პურიც იქ გამოცხვა შესაძლოა რაღაცა ან მაღალი რადიაციის შედეგად რაღაცა გამოიწვია რომელიც ევოლუციას არ ქონდა დაგეგმილი ამ სამედი მუტაცია არ ქონდა დაგეგმილი ხო ეგეც ხო დაგეგმილებია მოულოდნელი რაღაცების დაგეგმილია რა და მოკლედ ესე გაჩნდა რბილი ხორბალი ანუ თეორია ესეთი არის და ეგ აღმოჩენა მაგას ამტკიცებს რა ხო რაც ნამდვილად ადასტურებს მე საფუძველს იძლევა რომ ითქვას რომ სამშობლო არის საქართველოს პურის ეს არის ჩვენი საცხობი მოკლედ ეგეთი
გავსინჯე ის პური და ძალიან გემრიელად დღემდე მიდევს სახლში. მაგითო კითხე გაფუჭებაზე რომ ეს თეთრი პური მაღაზიის რაც არის მეორე დღეს აღარ ვარდი ხოლმე. ეს ვიცი შეიძლება იდოს და თან ერთი და ორი ნაჭერი უკვე საკმარისია. იცი რა იმასაც შვები ხოლმე რა ეხა თუ რაღაცა შეიძლება გაყინო და მე ტაფაზე ცოტა წყალი თებში დადოზეთ და როგორც ახალი ისეთია რა ზამბილი. ერთი თვენახევარი დამჭირდა რომ ყველაფერი გავიტანე გარეთ. აი რასაც ხედავ, სულ ყველაფერი გარეთ გავიტანე. ერთი 5 მანქანა ნაგავი გადავყარე და მე უკან შემოვიტანე და სექციებად დავალაგე რა. და ეხა აქ არის ეს სამუშაო სივრცე, ანუ აი ტექნიკური რაღაცები რაც გვჭირდება, აქ ვაკეთებთ, ხელსაწყოები აქ გვაქვს. აქ გვიწვია ისეთი რაღაცები, აი ყუთები, მაგალითად, ანუ რაღაც აგრეგატები ან ტრაქტორი შემოყავს ხოლმე პატარა ვაჩერებთ. იქით სივრცეში გვაქვს ეხა მაგალითად მარცვლეული გვიყრია იქ რაღაცა ან სიტყვაზე აი კარტოფილს ავიღებთ ან ნიორს ავიღებთ აქ გავშილთ ხოლმე რომ მაგისთვის ვიყენებთ რა და აი ეს ცოტა სიმინდი გვიყრია მაგალითად ეს არის აჯამეთის თეთრი ქართული სიმინდი ეხა აი აქ გვაქვს ესენი წეღა რო ვამბობდი რომ ნოემბერში მოვასწარით მეთქი ბოლო პროექტი ფაუსი ეს არის სილოები სპეციალური შემნახველი მარცვლეულის კონტეინერებია რომლებიც არ ვიცი ეხა კი შეამჩნევ რამდენიმეგან არის ეს დგას ესეთი პატარები არის ძალიან დიდები მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ესე მოვარგეთ რა ჩვენ ეს ფეხზე დგება რა ეს არის ქვედა მხარე ეხა ესენი არის ასაწყობი 6 ცალია სულ და ამას აი როცა დრო გვაქვს წვიმიან ნამინჩი გარეთ ვერაფერს ვაკეთებთ მე აქ მუშაობთ რა და ვიყიდეთ ანუ 6 ცალი და 10 ტონიანი ვიდრე იმიტომ რომ სხვადასხვა ისინი გვაქვს ჯიშები არ გვინდა უბრიოთ და რაღაცა ან ქერი ან ხორბალი ან მარცვლეული შენახოს რაღაც თავის სპეციფიური პირობები ხო კი რა თქმა უნდა ანუ ჭირდება ეს არის ჰერმეტული რა ამას კიდე ქვემოდან კომპრესორი უდგება რომელიც მე ჰაერს უბერავს ოჩახურება არ მოხდეს და მოკლედ ის არის რა ან გარეთ ჩვეულები შეგვიძლია დადგან თავარი ამბავი არის ის რომ წერი ანუ ტილი არ გაუჩნდეს რა ეს არის არჩევი ხო და ეს არის ჩეხური წარმოების აი ნახე რა პატარა აი ეს არის სულ აი რაღაც უყურე და ეს არა მარცვლეულის აი ესეთი ბადეები დგება შიგნით აი ნახე აი ესეთი ბადეებია აი ამაში შიგნით აი ნახე ხის და ეს ვიბრირებს რა აი ესეთია ხო და ეხა ეს ფეხები აღარ ვიყიდეთ აქ მე მიავაწყე ეს რაღაცა ერთი ნაწილი არის ზემოთ რომელიც ჰაერთან სუფთავებს ეხა ის უნდა ამას დავაერთოთ აქედანვე შეიწოს თუ რამე ისეთია რომ მტვერი და ფოთლები ან რაღაცა ამჯა შეყოლილი იმას გააქვს მე ამაში ჩამოდის დანარჩენი ნაწილი ეს ვიბრირებს და სხვადასხვა ფრაქციად იმაშვება რა ცოტა მსხვილი და ცოტა წვრილი ბადეა შიგნით და მე აქ ჩამოდის უკვე სუფთა მარცვალი ამეებში ჩამოდის უკვე ისეთი არ არის კარგად გარჩეული აი ეს ნახეთ და მინარევებია რამდენი მექანიზმია და რამდენი კომპონენტი და წარმოიდგინე რომ აი ეხა აი ეს რასაც აკეთებს ხო არ ვიცი თუ გქნა ნახე ძველი სარჩევები რა საბჭოთა სარჩევებზე ხო ლაპარაკი აღარ მაქვს შეიძლება ეს ნახევარი ოთახი დაიკავოს იმხელებია და ეს არის უფრო სწრაფი და უფრო კომპაქტური აი ნახე რა თქმა უნდა არ და არ არის ხა ეს ეგეთი რთული ტექნოლოგია არა უმარტივესია რა უნდა ხა ამ საქართველოში ტექნოლოგია ვიბრირებს ორი ცალი მატორი აქვს უკან რომელიც ვიბრირებს მორჩა აიგარი მეცნიერება რო იყოს ქვეყანაში და სამეცნიერო რაღაცა ინდუსტრიები ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა ეს აგრეგატი არის იმისთვის გიორგი ნახე ანუ ეს არის ცხოველთა კვების დასამზადებელი მიქსერი აქვს და საფქვავი აქვს რა აი აქედან იყრება სხვადასხვა ისინი აი ეს არის რა საბოლოო ჯამში ეგ მეცნიერებაც და ტექნოლოგიაც ადამიანების სამსახურში და ეს არის ხორბალი ხო უკვე ეს ჭვავია ჭვავი აი მარცვლეულს აქვს რა რაღაცა მაგია თავისი რა და იქით სხვადასხვა ხო აქ შვრია გვიყრია
ის არის წითელი დოლი, ხორბალი და იქით არის ჩელტა ზანდური ცოტა. ამას ვიყენებთ იმაში. ცხოველთა კვებაში. უყურებ აქაურობას და ხვდები, რომ ასეთი საქმის კეთება მხოლოდ დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი. სიყვარული კი სიცხადიდან იბადება. უпростоროდ სიყვარული არ საიდან არ იბადება. ის ყოველთვის არის. უბრალოდ როცა გონების ნისლი გაიფანტება და სიცხადე შემოვა, სწორედ მაშინ დაინახავ იმას, რაც არის და რაც ყოველთვის იყო. ამის შემდეგ ავტომატურად მოგინდება, რომ ნაკლები ზიანი მიეღენო ბუნებას, გარემოს, მეტად იზრუნო ადამიანებზე, მისცე მათ ჯანსაღი საკვები და ოდნავ მაინც შეამსუბუქო პლანეტის მდგომარეობა, რადგან ასე ავრცელებს სიცხადეს, რათა სხვებმა შეძლონ იმის დანახვა, რაც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება და რასაც სიყვარულს ვეძახით.